22 ონლაინ მედია ტელეარხ იმედს 23 ნოემბერს ტელეკომპანიის ეთერში გასულ დეზინფორმაციული სიუჟეტის გამო თვითრეგულირებაში უჩივის და გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას მოითხოვს. თავისუფალი და პროფესიული სტანდარტების დამცველი ჟურნალისტებისთვის საქართველოს პოლიტიკური გარემო არასდროს ყოფილა შემწყნარებელი, მაგრამ ის, რასაც ბოლო პერიოდში ქართული ოცნება და მასთან შერწყმული პროპაგანდის მანქანები ახორციელებენ, ყოველგვარ კანონიერ და ეთიკურ ზღვარს ცდება. ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებები აქამდეც არაა ხელმოგვისმენია. დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ერთობა კიდევ ერთხელ გახდა ხელისუფლების სამიზნე. პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალება იმედი თავისუფალი ონლაინ მედიის წარმომადგენლებს აგენტებად და ანტიქართულ გამოცემებად აცხადებს. აბსურდული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, შეთხზული ამბებისა და ტყუილების კასკადით, იგი თავს ესხმის გამოცემებს, რომელთა პროფესიონალიზმი, მაღალი სანდოობა და რეპუტაცია არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. ხელისუფლებას აწუხებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემებზე დასმული კითხვები, რომელიც არსებობს კომპანია Eagle Hills-ის პროექტთან და უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. მას სურს მედია აღარ აშუქებდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, უწყვეტ პროტესტს, პოლიტიკურ კრიზისს, უმაღლესი რანგის თანამდებულის პირთა კორუფციულ სკანდალებს, ადამიანის უფლებების შელახვას, მწვავე სოციალურ პრობლემებს და ასე შემდეგ. ამიტომაც ცდილობენ დამოუკიდებელი გამოცემების დისკრედიტაციას და იმგვარი გარემოს შექმნას, რომ ჩვენი არსებობა შეუძლებელი გახდეს. დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ერთობა სინათლე მედია საზოგადოების მაღალი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამო იქცა ქართული ოცნების სამიზნედ. საზოგადოების მხარდაჭერით კამპანიის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში 22 ონლაინ მედიამ უკვე მივიღეთ ჯამში 100,000 ლარამდე შემოწირულობა. ამ თანხით შევინარჩუნეთ ოფისები და გავწიეთ მასთან დაკავშირებული ხარჯები, გადავიხადეთ ვებგვერდების ფუნქციონირებისთვის საჭირო გადასახადები და ასე შემდეგ. სოლიდარობის გამომხატველი ყველა სიტყვა და მოქალაქეების მიერ გაღებული ყოველი ლარი ჩვენთვის ძვირფასი და იმედის მომცემია. ტელეკომპანია იმედის მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო, სადაც რუსული დეზინფორმაციული ნარატივები და ადგილობრივი პროპაგანდისტების მიერ სახელდახელოდ შეთხზული აშკარა ტყუილები ერთმანეთშია გადახლართული, ერთიანი განცხადებით მივმართავთ თვითრეგულირების ორგანოს და მოვითხოვთ სიუჟეტში გაჟღერებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას. ასევე ვითხოვთ პირდაპირ ეთერს, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა ამ აბსურდულ ბრალდებებს ვუპასუხოთ. ჩვენ თავისუფალი ჟურნალისტები ვდგავართ ერთად და განვაგრძობთ პროფესიული მოვალეობის პატიოსნად შესრულებას, რათა საზოგადოებას მივცეთ შესაძლებლობა ისარგებლოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უფლებით. ნათქვამია გავრცელებული ინფორმაციაში. ონლაინ მედიებზე დღეს განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და მათ დაფინანსებული პროპაგანდისტები უწოდა. Obari am concretul egret წოდებულ ონლაინ მედიაზე ეს არის ასევე ერთ-ერთი დიდი აფერა, თითქოს ესენი არიან მედია ორგანიზაციები. სინამდვილეში ესენი არიან ჩვეულებრივი NGO-ები, რომელსაც აქვთ ვებგვერდი და ინტენსიურად აქვეყნებენ რაღაცას ვებგვერდზე. თავისი ფილოსოფიით, მოწყობით, სტანდარტით არიან NGO-ები, ვებგვერდიანი NGO-ები. ვინაიდან არანაირი ჟურნალისტური სტანდარტი მათთვის არ არსებობს, არანაირი ეს არის აბა ეხლა ვისაც ეს არის მე ხო შემაქვს გამოხატვის თავისუფლება, ხო შემიძლია შევაფასო. კეთვით. იმიტომ ჩვეულებრივ ხედავთ ჩვენ მათ ქმედებებსაც არიან მიკროფონიანი NGO-ები, რითი განასხვავებთ თქვენ, რა ვიცი, პუბლიკას საერთაშორისო გამჭვირვალობისგან. რა არის სხვაობა მათ შორის? ხო, აი უყურეთ, არაფერი სხვაობა არ არის მათ დამოკიდებულებაში, მათ სტანდარტებში, ერთ-ერთი ეს არის მიკროფონიანი საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც უფრო მეტ სტატიაზდებს თავის ვებგვერდზე, ვიდრე ტექსტებს თავის ვებგვერდზე, ვიდრე საერთაშორისო გამჭვირვალობა. ეს ერთი. მეორე, კი ბატონო, მაგრამ ნუ იტყვიან, რომ არიან ჟურნალისტები, იმიტომ ჟურნალისტიკა არა, ნუ იტყვიან, რომ არიან ჟურნალისტები, ვინაიდან ჟურნალისტიკა გულისხმობს ამბების მიუკერძოებლად გაშუქებას. ამბების მიუკერძოებლად გაშუქებას, ამბების გაშუქებას და არა ამბების შექმნას. გახსენით ნებისმიერი ონლაინ ეგრეთ წოდებული ამ მედიების ვებგვერდი და ნახეთ ვინ აფინანსებს. მალავენ თავის დამფინანსებას. რატომ მალავენ? იმიტომ ფაქტია, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდის თავის ვებგვერდზე დადონ, კაცო, ვინ აფინანსებს. თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნონ, რეესში თუ არ მედია. იმიტომ არიან ჩვეულებრივი პროპაგანდისტები, ბრიუსელის მიერ დაქირავებული პროპაგანდისტები, რომლებიც ემსახურებიან მხოლოდ ბრიუსელისთვის სასარგებლო ნარატივის დამკვიდრებას და სხვათა შორის ბრიუსელის დაქირავებული ყავს არა მხოლოდ ეს ეგრეთ წოდებული ონლაინ მედია, არამედ რადიო თავისუფლება, თქვენი რადიო თავისუფლება მედია არის, რომელიც შექმნილი
ცენტრალური სადაზვერო სამსახურის მიერ, სპეცსამსახურის მიერ შექმნილი ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებდა ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტი და დღევანდელმა ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატების შეუწყვიტა დაფინანსება, ვინაიდან თქვა, რომ ისინი არიან პროპაგანდის იარაღი და შეუწყვიტა დაფინანსება იმ ქვეყანამ, რომლის სპეცსამსახურებმაც რადიო თავისუფლება დააფუძნეს და ვინ აფინანსებს დღეს? ევროკავშირი აფინანსებს მას. და ვინ არის გაჟონილი ინფორმაციები სადმედის ხოლმე რადიო თავისუფლებაში, როგორ ჟონავს მაინც და მაინც ამ ერთ მიმართულებით ხოლმე ევროკომისიიდან ინფორმაცია და სხვაგან არ ჟონავს. რატო ჟონავს? იმიტომ რომ არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტური რუპორი ბრიუსელის რადიო თავისუფლება. თქმას პროპაგანდისტს უნდა ეწოდეს პროპაგანდისტი, ჟურნალისტს უნდა ეწოდეს ჟურნალისტი. კიდევ ერთხელ ეს არის რაც შეეხება სხვა სქემებს, მათ შორის მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ამ სქემებთან დაკავშირებით, ისაც ჩვენ საუბრობდით, რომ ხედავთ ჩვენ, რომ არის მცდელობა გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას, აი ეს ხალხი ის ბრიუსელი და ცდილობს გვერდის ავლა, ჩვენ როგორ უნდა გვერდი არ აუაროთ რუსეთის მიმართ ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებსო და შეზღუდებს და ჩვენ კანონმდებლობას გვერდი უნდა აუარონ თურმე ესტონეთში უნდა ჩარიცხონ ფული, ჩემოდნებით უნდა ატარონ აქ ფული, რაღაც იმითი კრიპტოვალუტები უნდა რიცხონ და სხვადასხვა ქვეყნები და ამხელა კრიმინალური ენერგია არის ჩადებული ამაში, რომ მიდიან სისხლის სამართლის დანაშაულზე მათ შორის, კანონის დარღვევაზე, გადასახადების დამალვაზე, სხვა სახის დანაშაულებზე მიდიან. საქმე იმაშია, რომ ეს დონორები უბიძგებენ აქ ადგილზე არსებულ ორგანიზაციებს, რომ დაარღვიონ კანონი. გამჭვირვალობის კანონზე უკვე ვიცით დადასტურებულად, რომ მათი ნაბიძგებია, რომ არ დარეგისტრირდეთ, მათი კარნახით არ დარეგისტრირდნენ, დონორების კარნახით. ვინც დარეგისტრირდა, იმას მე ფულს არ აძლევენ და თუ გინდა ფული მოგცია, არ დარეგისტრირდა, არ დაემორჩილო კანონს. მეორე, იგონებენ სქემებს, როგორ აუარონ გვერდი საქართველოს კანონმდებლობას და მათ შორის ამ სქემის ნაწილიც არის სისხლის სამართლის შეზღუდვების დარღვევა, როდესაც ფული არადეკლარირებულად მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყურადღება არის მისაქცევი ამ ყველაფრის მე ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია არ არის. ვისი კომპეტენციაც არის ის აკვირდება ამ პროცესებს, სადაც ნახავს დანაშაულის ნიშნებს, იქ შესაბამისი რეაგირება იქნება რა და მე მგონი არსებულ სამართალდამცავ უწყებებს დღევანდელი შემადგენლობით და ხელმძღვანელობით ერთი პრეტენზია არ ეთქმით იმასთან დაკავშირებით, რომ ერიდებიან ვინმეს მიმართ პასუხისმგებლობის დაყენებას. არავის მიმართ არ ერიდებიან, არის საქართველოს კანონმდებლობა და ყველამ კეთილი ინებოს ბრიუსელმაც, სტოკჰოლმაც და სხვა დედაქალაქმაც პატივისცეს საქართველოს დამოუკიდებლობას და შეეშვან აქ რაღაცა კრიპტოვალუტებით და ჩემოდნებით ფულის ტრიალს.